Edjak. მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოკი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო ადამიანები მყავს სტუმრად. ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს ბანკი და ნება მიბოძეთ გაგაცნოთ ჩვენი სტუმრები. კოტე ჩატიდი, პროდუქტული მარკეტინგის ხელმძღვანელი და თამუნა ნოზაძე, ლოიალთი მარკეტინგის ლიდი. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ამ პოზიციებს კარგად გავშლით და რაღაცა უცხო სიტყვებს მაქსიმალურად ავხსნით ხოლმე რა და როგორ. ძალიან დიდი ხანია მოკლედ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უშუალოდ პლუსების პროდუქტზე როგორც ასეთი, იმიტომ რომ ჩემი აზრით პლუსები არის რაღაცა ერთგვარი кейსი ამ ქვეყანაში, რომელმაც შოპინგის გამოცდილება შეცვალა, ასე ვთქვათ. აი მეც ჩემ თავზე რო ავიღო, ველოდები დაბადების დღეს, რომ რაღაცა ეს გულები გაორმაგდეს და გავარდე საყიდლად და შანსი არ არის, რომ ერთი ქულა დავხარჯო მთელი წლის მანძილზე და აი რა შეთავაზება უნდა მომცეს სიტყვაზე აპლიკაციაში რა შეთავაზება უნდა დავხდეს რომ მე ის ქულა დავხარჯო ყოველთვის მენანება რა და ძალიან საინტერესოა მოკლედ და მოგესალმებით მეგობრებო და როგორ ხართ? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, პლუსი მართლა სახალხო პროდუქტად იქცა ამ წლების განმავლობაში და გვიხარია რომ დღეს მოკლედ კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ ლოიალურობის პროგრამაზე, რომელიც ყველას ასე ძალიან უყვარს. მადლობა მოწვევისთვის. ტრადიციულად ვიტყვი, რომ დიდი ხანია გადავნებთ თვალს და ჩვენ დიდი ხანია გვინდოდა რომ აქ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება. ვისაუბროთ პლუსზე, დიდი სიამოვნებით და სწორია, რასაც შენ ამბობდი, როგორც იყენებ პლუს კულებს და ინახავ დაბადების დღისთვის, თუმცა პოდკასტის მსვლელობისას იმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ არსებობენ სხვადასხვა ტიპის და არქეტიპის მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვანაირად იყენებენ პლუსებს და ეს პროგრამა აერთიანებს მოკლედ ბევრი სხვადასხვა ქცევის მომხმარებელს, რომელზეც სიღრმისეულად თითოეულ მათგანზე შეგვიძლია ვისაუბროთ. იცი რა, ჯობი ალბათ ჩვენი მსმენელიც რო გამოყვეს ამ მიმდინარეობას, უფრო თავიდან დავიწყოთ, საიდან გაჩნდა საერთოდ, არ ვიცი, იდეის დონეზე გაჩნდა თუ აი ეს როგორ მოხვედით აქამდე, ეს რაღაც პატარა ისტორიასავით რომ მოვუყვეთ. დავიწყებ მაშინ იდეა რა დგას ამის უკან. ორი სიტყვით და რეტროსპექტიულად მე თამუნა ბევრად უფრო უკეთესად შეძლებს ამის მოყოლას, იმიტომ რომ მოგიყვებათ რატომაც თვითონ თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. პლუსის ლოიალურობის პროგრამა დგას სამ ძირითად კომპონენტზე. ერთი არის მომხმარებლის კმაყოფილება და აქ ჩვენთვის მთავარი არის, რომ მომხმარებელი იღებდეს სარგებელს იმაში, რასაც ისედაც აკეთებს. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ჩვენი პარტნიორი, რომელიც ეძებს მისთვის რელევანტურ მომხმარებელს და მესამე მხარეს არის ბანკი, როგორც ფინანსური სერვისების პროვაიდერი, რომელიც თავის მხრივ ამ ორი ერთეულის საერთო ინტერესის გადაკვეთის წერტილზე მოქმედებს. ანუ პრინციპში, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, არის რომ დატაზე დაფუძნებით იმ ადამიანებს ვაჩვენოთ იმ ჩვენი პარტნიორების შეთავაზებები, რომლებიც მათთვის არის რელევანტური და მე ამ ქცევაში, ანუ იმ მოხმარებაში, რომელიც ადამიანებს აქვთ ამ პროდუქტების დავაჯილდოვოთ ისინი პლუს კულებით. ორი სიტყვით სულ ეს არის. ხო. ერთი სიტყვით რამის ხარ დაამატებ? დავამატებ ალბათ უფრო ისტორიულ კონტექსტს და ბექგრაუნდს. პლუსი წელს 8 წლის გახდა და მოკლედ 8 წლის წინ ექსპრეს კულები, მაგ დროს ასევე ეძახდით ჩვენი ლოიალურობის პოინტებს, გახდა პლუს კულები, შეიქმნა პლუს ლოიალურობის პროგრამა და უკვე მომხმარებელმა აღიქვა რომ რაღაც შეიცვალა მოკლედ მათ ფინანსურ ქცევაში და რაღაც კიდევ უფრო მეტად დაფასდა. ამ 8 წლის განმავლობაში მოკლედ ყოველ წელს პლუსის დაბადების დღე აღინიშნება განსაკუთრებული შეთავაზებით და უზომოდ დიდი რაოდენობით ადამიანი ერთვება ამ განსაკუთრებულ შეთავაზებაში. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა კოვიდის დროს მოკლედ ჩვენს ციფრულ არხებში გადავწყვიტეთ პლუსის დაბადების დღის გადახდა და ისეთი ტექნიკური პრობლემები მოგვიტანა ამ ხელმომართვიანობამ, რომ მთელი ჩვენი IT-ის დეპარტამენტი მოკლედ შოკში იყო და ასწორებდნენ ამ ხელა რაღაცა მოვარდნას.
თავიდან პლუსი აერთიანებდა კატალოგს და ეს ქულები მხოლოდ და მხოლოდ კატალოგში იცვლებოდა. წლების განმავლობაში პროცესები გავამარტივეთ, დავხვეწეთ და ეხლა უკვე ყველგან შეუძლია ადამიანს დახარჯოს თავის დაგროვებული პლუსები, სადაც კი საქართველოს ტერმინალია. მოკლედ, რაღაცა ათასობით პარტნიორი კომპანია არის, სადაც შეგიძლია რომ ეს შენი ქულები დახარჯო. ფაქტობრივად ახალი გადახდის მეთოდი დავნერგეთ საქართველოში, რომელიც სუპერ პოპულარული არის და ეს პლუსის დაბადების დღე, რომელიც რაღაცა ქართულ შავ პარასკევად იქცა, შოპინგისთვის მართლა საუკეთესო დღე არის და მოკლედ ყოველ წელს ვწმუნდებით, რომ მეტი და მეტი შეგვიძლია რომ ამ ხრივ გავაკეთოთ და მთელი წლის განმავლობაში აქტიური მომხმარებლები დავაჯილდოვოთ რაღაც ისეთით, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და თან ზაფხულის შუა გულში რომ აი ამხელა რაღაცა აჟიოტაჟი ტყდება, როცა წესით ადამიანები გაპასიურებისკენ არიან მიდრეკილები, მოკლედ ეს მართლა რაღაც ძალიან დიდი მოვლენა არის და ძალიან ვამაყობთ მოკლედ მაგით და ვცდილობთ რომ ძალიან საინტერესოა. მე მაინტერესებს აი როდის გაჰაიპდა ეს რა, ანუ ეს მე არ მახსოვს ეს მომენტი რა, აი რა დროს გახდა, მე მახსოვს უკვე რომ აი შემჩნევა დავიწყე მე როგორც მომხმარებელმა ყველაფრის და რაღაც ცოტა აი მარკეტინგული თვალით არ შემიხედია აი რა კომუნიკაცია მოიტანა ეს თუ რა გადაწყვეტილება მოიტანა ეს რა, აი როგორც ახსენე შენ რომ იყო ჯერ კატალოგი და მე მოხდა რაღაც ანუ ეგ გადაწყვეტილება იყო რამაც ესე პოპულარობა გამოიწვია ამ მიმართულების ნაწილობრივ ალბათ კი ამ პროცესების დახვეწამ ესე ვთქვათ და გამარტივება მოგვიტანა ის რომ მომხმარებლები მეტად უფრო ჩაერთნენ პროგრამაში და მოკლედ აი რაღაცნაირად ბიზნესების აქტიურობით, ინტერესით, ლოიალურობის ოფერების სიმრავლით, ანუ იმ შეთავაზებების კონსისტენტურობით, რაც სულ გვაქვს მართლა, ანუ ყოველდღიურად განახლებადი არის, მგონი მომხმარებლებმა ისწავლეს დაგროვების კულტურაც და დახარჯვის კულტურაც და აღმოაჩინეს, რომ კი მე ყოველდღიურად შემიძლია რომ ჩემი ქულებით გადავიხადო პარტნიორ კომპანიებში, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული შეთავაზებაც მელოდება. ანუ წლიდან წლამდე რაღაცნაირად ისე დაიხვეწა და გავრცელდა ესე ვთქვათ ვირუსულად ეს ძალიან კარგი ოფერი, რომ კომუნიკაციის მხრივაც აი შესაბამისად გავზარდეთ ის მასშტაბები, რაც კამპანიას მოყვება ხოლმე. აქ მეც დავამატებდი, რომ ჩემი აზრით პლუსის გაჰაიპება მოყვა ერთ ძალიან ისეთ მთავარ და ძირითად ფორმულას, რომელიც ჩემთვის არის, რომ პლუსის პროგრამა არის დაფუძნებული პირდაპირ მომხმარებლის ქცევაზე, ანუ ის, რასაც ისედაც აკეთებს, ეხლა უკვე ჯილდოვდება. და ის, რაც შედის ჩვენი პარტნიორი ბიზნესების ინტერესში, რომ გაზარდოს გაყიდვები, ისიც თავის მხრივ ჯილდოვდება. ამიტომ პრინციპში ესე რომ ვთქვათ, თვითონ სისტემა არის მორგებული იმაზე, რომ თავისთავად სულ იზრდებოდეს და მე ამას ჩვენ გუნდში მარკეტინგისა და ბიზნესში ლოიალობის გუნდში არაერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა კიდევ მეტი ძალისხმევა დაახარჯა იმისთვის, რომ გაჰაიპებულიყო. თუმცა ჩემთვის მაინც ძირითადად ეს რაღაცა შინაარსი ამ პროგრამის არის ის, რაც თავისთავად გარანტია გაჰაიპების, ანუ ის რომ ჯილდოვდება შენი ყოველდღიური ქცევა, ის რასაც ისედაც აკეთებ. იცი არის მე მინდა რომ უფრო სიღრმეში ვთქვათ ჩვენ სანამ პოდკასტს დავიწყებდით საუბრობდით მარკეტინგის გუნდის რაღაც დაყოფაზეც, ხო? ანუ ძალიან საინტერესოა თქვენთან როგორ არის ეს დაყოფილი და რა დეპარტამენტები რო წარმოქმნა შეგვექმნას, აი თუნდაც ამ პროდუქტზე რა გუნდი მუშაობს, ვინ მუშაობს, ვინ ერთვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი არსებობს, ძალიან ბევრი კომუნიკაცია არსებობს, რაც ახლა საქართველოს ბანკის მხრიდან შეიძლება გვინახავს და ძალიან საინტერესოა შიგნით როგორ ერევით მოკლედ აი ამ ყველაფერს. კი ბატონო. ჩვენი მარკეტინგის გუნდი შედგება რამოდენიმე მიმართულებისგან, ეს არის ბრენდის მიმართულება, CSR-ის მიმართულება, პროდუქტული მარკეტინგის მიმართულება, რომელსაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ, კონტენტის მიმართულება, სოციალური მედიის მიმართულება, digital engagement-ის მიმართულება, multi-channel-ების მიმართულება, დიზაინის მიმართულება და ასე შემდეგ, რომელიც ჯამში სინერგიულად ქმნის იმას, რასაც მომხმარებელი მერე ერთის მხრივ უბრალოდ საქართველოს ბანკის ბრენდიდან ხედავს.
კონკრეტულად პლუსებზე მეტწილად კონცენტრირებულები არიან ის ბრენდ მენეჯერები, რომლებიც პროდუქტული მარკეტინგის მიმართულებაში ვართ გაერთიანებული და კონკრეტულად რიტეილის გუნდში, რომელშიც არსებობს ლოიალურობის გუნდი და ეს არის ლოიალურობის მარკეტინგის გუნდი და ბიზნესის მხარეს არსებობს აგრეთვე ლოიალურობის პროდუქტის შემქმნელი გუნდი და ეს ორი გუნდი ერთმანეთთან სინერგიულად ქმნის ჯამში ამ პროდუქტს, რასაც ვხედავთ. საინტერესოა ალბათ აგრეთვე რომ ვთქვათ, რომ პროდუქტული მარკეტინგის გუნდი კიდევ იყოფა მიმართულებებად, ანუ სეგმენტებად, ეს არის რიტეილი, სოლო ბიზნესის მიმართულება და ეფლუენტ ბიზნესის მიმართულება და პრინციპში მე ვერ ვიხსენებ ეხლა რომელიმე გუნდს, რომელსაც პლუსთან ამა თუ იმ გზით შეხება არ აქვს. და ყველა იკვეთება რაღაც მომენტში. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი ღერძი არის პლუსის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან აერთიანებს როგორც რიტეილის გუნდს, იმიტომ რომ რიტეილის მომხმარებელი იყენებს პლუს ძირითადად, მაგრამ ასევე ბიზნესების გუნდს, სოლოს გუნდს, რომელშიც აგრეთვე ძალიან აქტიურად არიან სოლოს მომხმარებლები ჩართული პლუსის პროგრამაში და ეს ყველაფერი თითქოს რაღაცნაირად საქართველოს ბანკის DNA-ში ჩაიბეჭდა. და რამდენი ადამიანია დაახლოებით ჯამურად თუ გაქვთ ეგეთი 100-მდე ადამიანი მარკეტინგის მიმართულებაში. მაგარია. ბევრი ვარ, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, აი უშუალოდ ეხა პლუსებსაც რო დაუბრუნდეთ რა. ძალიან ბევრნაირი კომუნიკაცია არსებობს, ხო? ეხლა წარმოვიდგენ ეხლა რაც ჩამოთვალეთ თუნდაც დეპარტამენტების დონეზე, უკვე ხვდები იქ კიდე რამდენი ლეიერი არსებობს საქმის, თუნდაც ბიზნესის მხარეს როგორ უნდა იმუშაო, მომხმარებლის მხარეს როგორ უნდა იმუშაო, აპლიკაციაში რა ინფორმაციები რა შეთავაზებები უნდა დაახვედრო და ასე შემდეგ. თუმცა მე მახსენდება ბოლოს კამპანია რომელიც ასე ვთქვათ ძალიან დაუმახსოვრდა, სადაც ესე იგი ბუდუ ზივზივაძე იყო და მისი აიკონიკ ასე ვთქვათ celebration-ი აღნიშნა ბოდიში მეგობრებო, აღნიშნა იყო გამოყენებული როგორც პლუსების კომუნიკაცია. ჩვენ ახლა ამ პოდკასტში ხშირად ვარჩევთ კამპანიებს ხოლმე და ერთი-ორი სიტყვით საინტერესო იქნება, ზოგადად როგორ მიხვედით მაგამდე რა დავალება გქონდათ, არ ვიცი თქვენ რომელს შეიძლება სააგენტოს მიეცით ეს დავალება თუ შიგნით გააკეთეთ ეს კამპანია. არა, სააგენტოს მივმართეთ ამ ამოცანის ამოსახსნელად და თან უნდა ბევრად უფრო უკეთ იტყვის, მაგრამ მე შესავალში მაინც მადლობას გადავუხდი ბუდუს, Windforce, Advance, როგორც production სააგენტოს და ჩვენს შიდა თიმებს, რომლებიც გარდა იმ თავარი ღერძებისა, რომელიც ამ კამპანიაში სააგენტოსა და production-ში შეიქმნა, ბევრი კონტენტი ჩვენთან შიგნითაც იქნება, როგორც იდეურ დონეზე, ისე აღსრულების და ამიტომ ყველა მონაწილეს მინდა რომ მადლობა გადავუხადო ამ მოცემული შესაძლებლობის გამო. შევერთდებით ჩვენც მადლობა. კი, აუცილებლად მადლობა ეკუთვნის ბუდუს, რომელიც აი არანაირ თხოვნაზე არ დაგუზარდა და მოკლედ მთელი თავისი რესურსი და ენერგია ამ კამპანიაში ჩადო და მართლა სახალხო ადამიანი არის და ისეთი არის სუსტად როგორც ჩანს ეკრანებზე, აი ძალიან კეთილი საყვარელი და კარგი პიროვნება. Windforce-ის სუპერ იდეა, რომელიც დასაწყისშივე ჩვენი საყვარელი გახდა და მართლა დავიჯერეთ და მოკლედ არ იყო ერთადერთი ეს ბუდუს აღნიშვნის იდეა, რამდენიმე ვერსია გვქონდა და მოკლედ თავიდანვე რაღაცნაირად იმდენად მოგვეწონა და იმდენად ავინთეთ, რომ ერთი სული გვქონდა, როდის შევეხმიანებოდით ბუდუს, როდის დავგეგმავდით გადაღებას, Windforce-ის გუნდს უდიდესი მადლობა და ბოლოს უკვე production-ის ნაწილში Adwen-მა საოცარი საქმე შეგვისრულა და მოკლედ ისინიც დაუზარებლად ბუდუსთან და Windforce-თან ერთად ჩაერთნენ ამ კამპანიის აღსრულებაში. რაც შეეხება რაღაცა ზოგადად კამპანიის შედეგებს, გარდა იმისა, რომ აი ბიზნეს მიზნების კუთხით საკმაოდ კარგი შედეგი მოგვიტანა და მართლა საკმაოდ კარგი შედეგი კი არა, გადავაჭარბეთ ყველანაირ მოლოდინს, რაც კი არსებობდა ამ დღესთან დაკავშირებით იმხელა აჟიოტაჟი შეიქმნა. მოკლედ კრეატიულ ნაწილშიც ძალიან მოგვეწონა და ძალიან დასამახსოვრებელი იყო ყველასთვის. ანუ ერთი რომ რაღაც კრეატიულ ფესტივალებზეც გავიტანეთ кейსად და ჯილდოებით ჩამოვიტანეთ Adblex-იდან და
მეორე ნაწილში მოკლედ ადამიანებმა რაღაცნაირად სხვანაირად აღიქვეს პლუსი როგორც ბრენდი და კიდე სხვა გზით ცოტა იუმორისტული რაღაცა მთავარი მესიჯებით შევფუთეთ ეს დღე და ეს პროდუქტი. თან რაღაცნაირად იმდენად ყველა ელოდებოდა ამ 5 ივლისს, რომ არ გვინდოდა რაღაც სტანდარტული გაგვეკეთებინა და ცოტა თავისუფლება მივეცით, რომ განსხვავებული გზით წავსულიყავით და ისეთი კამპანია გავაკეთებინა, რომელიც რაღაცა სხვანაირად დაგვამახსოვრდებოდა ჩვენს მომხმარებლებსაც და სააგენტოებსაც და მოკლედ ყველას ვინც ნახა პლუსის დაბადების დღის ეხლა რაზე კონტენტი. ვფიქრობდი, იცი, რო ყვებოდი, რომ აი რაღაცა ეს არის ვსაუბრობ პროდუქტზე, ხო, რომელიც ყოველ წელიწად როგორც რაღაცა არის Black Friday, ანუ ყოველ 5 ივლისს გიწევს, რომ ახალი კომუნიკაცია გააკეთო, ახალი რაღაცა ახლებურად თქვა ამ დღეზე, ხო? აი ხა ეს კომუნიკაცია ხო არ იყო თქვენთვის რაღაც აი ხა რო წარმოვიდგინო რაღაც ავიღოთ რაღაცა პროდუქტი, რომელსაც არ აქვს ესე კონკრეტული დღე, მაგრამ შეიძლება ეს რეკლამა, ის რაც ეხა ბუდუს სახით გქონდათ გაგეკეთებინათ, რომელიც რა ვიცი, აი 3 წელი, 4 წელი რო ყოფნის აი ეს რაღაცა ჰაიპი ამ ვიდეოსი, ხო? ან ეხა თქვენ რაღაც თქვენი თავი ხო არ დააჩელენჯეთ შემთხვევით, რომ ეხა შემდეგ წელს თითქოს რო უკეთესი უნდა გააკეთოთ, ხო? აი რაღაცა უკვე აიწია რა იმან. იცი რა არის, შარშან მეუბნებოდით მაგას ჩვენ თავს და შარშანს სწორად ამ მაგავე დღეს კონცეფცია დავირჩიეთ, რომ ეს იყო რაღაცა ახალი Black Friday და მართლაც მგონია რომ ქცევაში არის ეგრო, თითქოს Black Friday თუ არსებობს თავისთავად, ესეც არის კიდევ ერთი Black Friday, რომელიც თავმდაბლად ვიტყვი, რომ მე მგონი უფრო მეტიც ვიდრე Black Friday და თამასის თუ რაღაცა სტანდარტის დაწესება ჩვენი თავისთვის ზოგადად გვიყვარს ძალიან ამ გუნდში და ეს ცოტა მერე მინდა რომ ბრენდის მიმართულებასაც შევახო და არ გაჩერებაც მაქედან მოდის და მაგ რაღაცა ფილოსოფიაზე აგებული და წელსაც ალბათ რაღაცა შედეგებს რასაც მივახციეთ იყო დაახლოებით 60%-ით უფრო უკეთესი ვიდრე შარშან, მაგრამ შემდეგი წელი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. აქვე შემილია რაღაცა რაოდენობის შედეგებზე თუ როგორ განსაზღვრავთ მოკლედ წარმატებულობას მაგაზეც ვისაუბრო 60% ვახსენე და ალბათ რისი 60% ეგეც უნდა ვთქვა ზოგადად პლუსის პროგრამაში არის ჩართული 900-მდე 1000 ადამიანი რომელიც იყენებს პლუს ფულებს, ანუ აგროვებს და მერე ხარჯავს და როგორც უკვე ვისაუბრეთ, სხვადასხვა მომხმარებლის ტიპი არის იმის მიხედვით თუ როგორ ხარჯავს ამ პლუს ფულებს, ზოგი აგროვებს და მაშინვე ხარჯავს, ზოგი ინახავს დაბადების დღისთვის. წელს მოკლედ დაბადების დღეზე უნიკალური 100,000 ადამიანი იყო, ვინც პლუს ფულებით შეიძინა ნივთები, მისთვის სასურველი ნივთები და დაზოგა დაახლოებით 50 მილიონამდე ლარი ჯამურად. რაც ჩვენი აზრით არის ძალიან ისეთი მაღალი მაჩვენებელი იმისთვის, რომ ადამიანების ქცევა დაჯილდოვდეს და ამ დაჯილდოვებაში შეძლონ, რომ მიიღონ ისეთი ნივთები, რომელსაც შეიძლება რომ სხვა დროს ფიზიკურად უბრალოდ ვერ შეწვდნენ იმ ხელფასის პირობებში, თუ რა ხელფასის პირობებშიც უწევთ ხარჯვა. ეს ალბათ მოდის იქიდან, რომ განსხვავებული მიდგომით ვცადეთ წელს, რომ გაგვეკეთებინა ეს კამპანია, დავიწყეთ უფრო ადრე, შევამზადეთ მომხმარებლები იმ შესაძლებლობებით, რაც ექნებოდათ იმ დღეს და პლუს დავამატეთ ჩვენთვის საყვარელი ბუდუ, რომელმაც ჰაიპი კიდევ უფრო აწია. იცი რა მაინტერესებს, ანუ ერთი არის კომუნიკაცია რა, მარკეტინგული კომუნიკაცია, მაგრამ მაგის შიგნით ხო რა მილიონაირიანი პროცესი არსებობს რა, რაც ასევე დიდ გავლენას ახდენს შედეგებზე რა, იმაზე ციფრებზე, რაზეც ისაუბრე. ძალიან საინტერესოა რა გუნდი მუშაობს აი ამ ყველაფერზე რა, ხო, აი ხანდახან გვიყვარს ხოლმე რაღაც სააგენტოებშიც ხშირად ყოფილა, რომ არის რაღაცა კრეატიული საქმე, რაც რისიკეთებაც მოგწონს აქ სიამოვნებას და მეორე არის რაღაცა შავი საქმე, რუტინული საქმე, რომელიც თითქოს არავის არ უყვარს, მაგრამ სინამდვილეში რაც ძალიან ისიც თუ ის არა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ ნაწილში. აი, თქვენ მხარეს ძალიან საინტერესოა რა გუნდი ქმნის ზოგადად ამ პროდუქტს, რა არის ეს რუტინული საქმე. აი მე ასევე კითხვა გამიჩნდა,
ბიზნესი როგორ ერთვება პარტნიორობის იმაში ხო მაგალითად იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვიყურებენ კომპანიები რომლებიც შეიძლება არ არიან ამ რაღაცა ბენეფიტების რა ქვია მონაწილე თუ ასე შემდეგ და სურსო ჩაერთოს ამ პროგრამაში და რაღაც აი ეგ ძალიან საინტერესოა რაღაცა მარკეტინგის მიღმა აი ამ შიდა სამზარეულოზეც თუ გაგვიზიარებთ ძალიან საინტერესო იქნება ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი და მე უკვე კოტეს გადავცემ ასპარეს. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი პლატფორმა AIDS მენეჯერი საქართველოს ბანკისგან, რომელშიც ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია რომ დაარეგისტრიროს შეთავაზება, აირჩიოს სასურველი პირობა, პერიოდი, სეგმენტი ასე შემდეგ და სრულიად ციფრულად, მოკლედ, გამოგვიგზავნოს მოთხოვნა შეთავაზების შექმნაზე. შემდეგ უკვე ჩვენ მარკეტინგის გუნდიდან ვერთვებით ამ ბიზნესის მხარდაჭერაზე ჩვენი საკომუნიკაციო არხებით, ანუ ვუქმნით შესაძლებლობას, რომ ის მიზნები, რაც აქვთ და ის სამიზნე აუდიტორიები, ვისაც უნდათ რომ მიეწვიონ ინფორმაცია თავიანთ პროდუქტზე თუ სერვისზე, ძალიან სწორად განვუსაზღვროთ და ისე მივიტანოთ ამ ბიზნესის სათქმელი კონკრეტულ მომხმარებლებამდე. პირობითად რაღაც კონკრეტული ბიზნესი დაარეგისტრირებს შეთავაზებას AIDS მენეჯერში, აი მანდ ერთვება ცოტა ეს რუტინული საქმე, ანუ ეს შეთავაზება არის უთვალავი, მართლა ყოველდღიურად განახლებადი და მოკლედ მთლიანად პლუსის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში ყველანაირ ოფერს ვამუშავებთ ჩვენ ძალიან ესე ინდივიდუალურად ვუდგებით ისე რომ მომხმარებელიც არ დავსპამოთ ესე ვთქვათ და რაღაც არარელევანტური კომუნიკაცია არ გავუგზავნოთ ბიზნეს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ და გაყიდვები, ტრანზაქციები, უნიკალური მომხმარებლები თუ ასე შემდეგ ის მიზნები რაც აქვთ, იმის შესრულებაში დავეხმაროთ და თან კონტენტი იყოს ბრენდის შესაბამისად კარგად მომზადებული და მოკლედ ჩვენ ყველა არხში გავრცელებული, ანუ ვიყენებთ როგორც სოციალურ ქსელებს, ასევე საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს, რომელსაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველთვიურად იყენებს და მოკლედ უდიდესი წვდომა უჩნდებათ ბიზნესებს, რომ სამიზნე აუდიტორიებს მიცვდნენ. ეს შეთავაზება არის მართლა ძალიან ღირებული მომხმარებლისთვის, სწორედ მანდაგროვებენ პლუს ქულებს, შეიძლება დახარჯვის შეთავაზებაც იყოს და მოკლედ ეს რაღაცა core ღირებულება არის ჩვენი მთლიანად პროგრამის. რა თქმა უნდა, ერთვებიან ცალკე ლოიალურობის გუნდის წევრებიც, რომლებიც პარტნიორობებში კონკრეტულ უფრო დიდ კორპორაციებსაც ესაუბრებიან, უფრო მსხვილ პარტნერშიპებზე და თანამშრომლობაზე და ჩვენც შესაბამისად რაღაცა კომუნიკაციის კუთხით ვერთვებით, რომ სწორად ავუხსნათ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები რა შეიძლება იყოს, როგორ ხდება პროცესები და ასე შემდეგ. სხვადასხვა მე მაქვს გატესტილი AIDS მენეჯერი და მეგობრებო ძალიან მარტივი არის გამოსაყენებლად, ანუ არის ხო, ეს არის, ანუ საქართველოში განსაკუთრებით არ არის ბევრი ადამიანი და ბევრი ბიზნეს ოუნერი, ვინც შეიძლება რაღაცა ტექნოლოგიებთან ახლოს იყოს და მარტივი იყოს მისთვის, მაგრამ ნუ მართლა იმდენად მარტივი არის, ძალიან რამოდენიმე საფეხურია და მე რესპექტი მოკლედ მაგ პლატფორმას ვიცნობ კარგად. მადლობა პირველ რიგში და თან დღითი დღე მარტივდება. ანუ ვცდილობთ, რომ ყოველ განახლებაზე დავამატოთ რაღაცა ფიჩერი, რომელიც კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ბიზნესს როგორც მომხმარებელს, რომ დაარეგისტრიროს ოფერი, აქ შემოდის რაღაცა პაკეტები, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, რომ preset რაღაცა წინასწარ განსაზღვრულ აუდიტორიებს მიწვდეს და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ის ნაწილი რომელიც რუტინული და მე ეს სიტყვა საკმაოდ მიყვარს ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ხელებს რო აიკაპიცებ და რაღაცა საქმეში რო ჩახვალ და ბოდიშის მოხდით ინგლისურ სიტყვას ტერმინს ვიხმარ get hands dirty, მან მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე ხდება. ამ შემთხვევაში დავამატებდი იმ პერსონიფიცირებულ ოფერებს, რომელიც თან უნდა აღნიშნა, ჩემი აზრით, მაგის უკან კიდევ დგას დატას იმ კონკრეტული რაღაცა მონაცემების დამუშავება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ბიზნესებს შევპირდეთ, რომ მათთვის მართლაც რელევანტურ აუდიტორიას მივწვდებით. და ზუსტად იმ ადამიანებს ვაჩვენებთ ოფერს, რომელიც ამით სავარაუდოდ დაინტერესდებიან და შესაბამისად ერთის მხრივ მომხმარებელს, რომელსაც უკვე
რაღაცნაირად იმის ფუფუნების შეგრძნებაც გავუჩინეთ, რომ მათზე ზრუნვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რელევანტურობის ეგიდით მათთვის მორგებულ შეთავაზებას ვაკეთებთ და აღარ ვაჩვენებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მათთვის დამღლელი იყოს და მეორეს მხრივ ამით უზრუნველყოფთ, რომ ბიზნესი, რომელიც თავის პროდუქტს ცდილობს, რომ იმ აუდიტორიას აჩვენოს, რომელიც სავარაუდოდ ამ შესყიდვას გააკეთებს, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ ერთმანეთთან დავაკავშიროთ. გასაგებია. მე მინდა რომ ჩვენი მაყურებლის გული მოვიგო. და ესეთი კითხვა დაგისვათ სათითაოდ რა ინდივიდუალურად. თქვენი პლუსების დაგროვების სტრატეგია რო გაგვიგია. როგორ უნდა დავაგროვოთ პლუსები, გითხარით რაღაცა ხრიკები. მე ვარ დაგროვების ოსტატი, ოღონ მართლა აი პლუსებით მიყიდია მაცივარი, დაისონი, ეს რაღაცა შეიძლება არ უნდა მეთქვა, მაგრამ აი ცოტა უფრო მასშტაბური აი მიყიდია, არ ვიცი რა სათხილმო კურტკა, სათვალეს უნდა, აი ყველანაირი ნივთი რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა პლუს ქულებით იყიდოს, მე ნაყიდი მაქვს, იმიტომ რომ აი ხანდახან ისეთ რაღაცებს ყიდულობ ხოლმე, რაც არ მჭირდება რომ უბრალოდ პლუს ქულებით დავაგროვო და ყოველთვის უნდა შემოწმო შეთავაზებების გვერდი, ესეთი ცალკე გვაქვს საქართველოს ბანკისგან, სადაც მართლა ყოველდღე იდება, სად შეგიძლია დააგროვოთ, ცოტა უფრო მეტი პლუს ქულა. გარდა ამისა, მობილ ბანკში გვაქვს ცალკე შეთავაზებების სივრცე და უკვე ქცევად მაქვს, რომ სანამ რაღაცას ვიყიდი, აი იმ ბრენდ ნეიმს ესე ვსერჩავ იმ შეთავაზებების სივრცეში, რომ ვაიდას რაღაცრამე შეთავაზება არის და მე არ გამომრჩეს. მოკლედ ეგ რაღაცა ის დარწმუნებული რო ვიყო და მაგას აუცილებლად ვნახულობ და ისედაც მოკლედ ყოველდღიური გადახდებით ყველგან საქართველოს ბანკის ტერმინალს ვირჩევ და ყველგან რვან ბარათით ვიხდი, პლუს ბარათით, ამექსით, ანუ თავისით და შეუმჩნევლად იმდენად ბევრი გროვდება, რომ აი იმ ოფერების მიღმაც მოკლედ ხანდახან რო უყურებ ხოლმე რამდენი ქულა მაქვს, ცოტა ვოცდები რომ აი საიდან თუ რაღაც, მაგრამ მართლა ძალიან დიდი ღირებულება არის მომხმარებლისთვის, რომ დააგროვო ისე, რომ შენ რაღაცა ექსტრა ეფორტი არ გაწიო, მაგრამ ეს სტრატეგიებიც მოკლედ კარგად ამართლებს კიდევ უფრო დიდი და მსხვილი შენაძენებისთვის. შენი სტრატეგია როგორია? ბევრად უფრო მარტივად ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრად ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებელი ვარ, როგორც მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკში ვმუშაობ და თან მარკეტინგში ვმუშაობ, მე თვითონ როგორც მომხმარებელი საკმაოდ რთულად ჩავდივარ ხოლმე ეგეთ დეტალებში, როგორიც ახლა თან უნდა აღწერა და ეგეთი მომხმარებლების ყავს, მაგრამ ჩემთვის არის ეგეთი ძალიან მარტივი ფორმულა, აგრეთვე რომ ლოიალურობის პროგრამაა და შესაბამისად, რაც უფრო ლოიალური ხარ ამ პროგრამის, მით უფრო მეტ ქულას აგროვებ. ანუ მთავარი არის რომ ხარჯო საქართველოს ბანკის ბარათით, საქართველოს ბანკის ტერმინალზე. და რეალურად ვერც კი შეამჩნევ ისე შემოგიგროვდება იმდენი ქულა, რომელსაც მე დაბადების დღის გადაცვლისას ძალიან ისე ცარციან რაღაცა. ანუ უფრო მარტივად უდგები შოპინგის მიმართულებას. და კიდევ ერთი ხრიკი, რაც მართლა ცოტა ისეთი არის, ძალიან განსაკუთრებული, საკრედიტო ამერიკან ექსპრეს ბარათს მოყვება თავისი ლოიალურობის MR ქულები, რომელიც პლუსებში შეგიძლია გადაცვალო და მოკლედ მართლა ეგეც კიდე ძალიან კარგი რჩევა არის, რომ ვისაც შეუძლია საკრედიტო ამერიკან ექსპრეს ბარათის აღება, მოკლედ MR ქულებით ძალიან კარგ სარგებელს მოგიტანს, ესე ვთქვათ. კი ბატონო, ესე იგი დავიმახსოვრე თითქმის დაემთხვა ჩემი სტრატეგია აქ მოსმენილ მოსაზრებებს. იცი რა არის, ჩვენ ყავს პარტნიორი ალმა, სადაც რომელიცგანაც გვაქვს რაღაც ერთგვარი კითხვა, რომელიც ეხება უშუალოდ გარე რეკლამის ნაწილს და მე არაერთხელ შემხვედრია გარეთ პლუსების კომუნიკაცია, ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილება, როგორ უყურებთ ზოგადად ამ მედიუმს, რა როლი აქვს, იმიტომ რომ ხანდახან ბრენდების შემთხვევაში მე ხშირად სვენია ხოლმე, რომ იცი რა არის, აი გარე რეკლამაში დახარჯვას მირჩევნია დიჯიტალში მივმართო ეს ბიუჯეტი მაგალითად რა და აი თქვენგან როგორც აი მარკეტინგის გადმოსახედიდან, აი როგორ შემოდის ეს რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებად შეიძლება თვლით რომ გარე რეკლამას სხვა აუდიტორია ყავს, დიჯიტალს სხვა, მაგრამ მე მგონია რომ არა, მაგრამ თქვენი აზრი ძალიან საინტერესო არის.
ჩემი აზრით ცალსახად მარკეტინგის მომავალი არის ციფრულ არხებში, თუმცა ჩემი აზრით ვერ გამორიცხავ გარე რეკლამას და მოცვა ბრენდს, ისეთ ბრენდს, რომელიც არის საყოველთაო, როგორც არის საქართველოს ბანკი, უნდა კონდეს აგრეთვე სრული მოცვა იმ აუდიტორიის, რომელსაც ემსახურება და პრინციპში განსაკუთრებით როცა awareness ეხება საქმე, ჩემი აზრით გარე რეკლამა აუცილებლად გამოსაყენებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეძლებდა ამას რაღაცა კრეატიულად გამოიყენებ, როგორც ჩვენ პლუსის დაბადების დღეზე, ამაზე თან უნდა უკეთესად გვეტყვის. ჩვენ ცოტა არასტანდარტული აუდიტორი გქონდა პლუსის დაბადების დღეზე, გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქის ეკრანები ავითვისეთ და ყველგან მოკლედ ჩვენი ვიდეო გავუშვით. ჩვენს საათაო ოფისთან გქონდა ბუდუს დიდი ბანერი, რომელიც ამ სიმბოლურ ჟესტს აკეთებდა და მოკლედ რაღაცა countdown-ის ეფექტი ქონდა და ერთი კვირით ადრე გავაკეთეთ ეს ინსტალაცია და მოკლედ 5 ივლისს გაუსწორდა იმ გულს და იმ პლუს რაც მთავარი კი რაც მთავარი რაღაცა ის ქონდა სიმბოლიკა ამ კამპანიის. ზოგადად outdoors რაც შეეხება, ჩემი აზრით ძალიან დახვეწილი არის ქართული და არა მარტო ქართული კომპანიების ბილბორდები, აი სულ ვაკვირდები ქუჩაში როგორ გამოიყურება და ადრე თუ იყო რომ აი არ ვიცი მეილი, მისამართი, ნომერი, არ ვიცი კომპანიის სახელი, დამფუძნებლის სახელი და გვარი და იქვე ვიზუალი და ყველაფერი რომ ზედწერა და იქვე QR-ით რომ იყვებოდა და აი რაღაცა სრული განუკითხაობა რომ იყო, მოკლედ ეგ ბევრად შეცვლილი არის ახლა და რამდენიმე ძალიან ისეთი კარგი ბანერი შემხვედრია ქალაქში, რაც ძალიან მახარებს და მგონია რომ მაგ კუთხით ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და თან მაგარხს ვუყურებ როგორც ძალიან დიდ შესაძლებლობას შენი კამპანია კიდევ უფრო კრეატიული გზით მიაწოდო მომხმარებელს ისე რომ რაღაცა არ იყოს სტანდარტული განთავსება რაღაცა Facebook-ის პოსტი არ გადმოიტანო outdoor-ის საოცარი ნამუშევრები გვაქვს ნანახი ალბათ უფრო მეტად უცხოური კომპანიებისგან, რომელიც აქ რაღაც ნაკლებად გვხვდება ხოლმე პრეცედენტად და მაგას ძალიან ვემხრობი, რომ ხო, აი გარკვეულად ბრენდების ჩელენჯია რა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ ერთია რომ ნუ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მედიუმია ხო, ეს აუდიტორი და ნუ კი ვიცით ეს საერთაშორისო მაგალითები და მოგწონს გვიხარია, მაგრამ ეს მარტო ტრფობა ხო არ არის, ანუ ბრენდებში მომუშავე მარკეტერები თუ სააგენტოები, მათ სახელზე არის ესე ვთქვათ, რომ გააკეთონ ისეთი, რომ შეხედავ გესიამოვნოს და რაღაცა რელევანტურად აითვისო. ძალიან ბევრი კი გვხვდება უკვე ბოლო დროს ეს რაღაცა კარგად ნაფიქრი outdoor რეკლამა, მაგრამ ჯერ კიდევ გვხვდება ისეთებიც, რომ ხშირად გვითხოვს, რომ აი ეს ვის მივიდა აზრად და რაღაცა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ალბათ ესეც ერთგვარი პროცესი არის, ვითარდება ბაზარი და რაღაცების გაკეთებას ვსწავლობთ. მე მაგ კიდევ ესეთი ეს შეკითხვა, რომელიც ხშირად ისმება ხოლმე და ვის უკითხო თუ არა თქვენ ეხლა და ვისარგებლო ამ მომენტით. ხანდახან გამიგია ხოლმე ეგეთ რაღაცა, რომ აი რატო ჭირდება საქართველოს ბანკს რეკლამა ისეთი, რომელიც ძალიან ემოციურია, ძალიან ჩემს შინაგან სამყაროს შეეხება. აი ბრენდის კუთხით რო ვისაუბროთ, რა, აი რაში ჭირდებათ ბრენდებს, რომლებიც შეიძლება სულ სხვანაირ პროდუქციას ყიდდნენ, სხვა რაღაცას გთავაზობდნენ, მაგრამ მისი კომუნიკაცია და მარკეტინგი თითქოს ძალიან პერსონალური არის, ძალიან ადამიანში გულის ჩამწდომია და თითქოს რაღაცა აი ამ რაღაც სიყვარულს იწვევს ხო ბრენდის მიმართ და აი რატო ხდება ეს ყველაფერი? რა ჩანაფიქრია და რა ის არის? ეგ რო ვთქვათ. ჩემი აზრით ბრენდი იქცევა როგორც ადამიანი და ერთი ადამიანი ეძებს მეორე ადამიანს შესაბამისად ბრენდი როგორც თანასწორს ისე ელაპარაკება მომხმარებელს. ჩვენ ვყვებით რაღაცა ისტორიებს და ამ ისტორიებს ისმენენ ადამიანები, რომლებიც ბრენდს უყურებენ როგორც მეორე ადამიანს და ჩემი აზრით მომხმარებელსა და ბრენდ შორის ლოიალური ურთიერთობა დგება მაშინ, როცა რაღაცა საერთო ღირებულებებს პოულობენ. ეს ღირებულებები ჩვენ შემთხვევაში არის რაღაცა ძალიან გრძელვადიან სტრატეგიაზე დაფუძნებული, რომელიც არის არ გაჩერება და ეს არის ჩვენი ბრენდის მოტო, რომელიც პრინციპში ბევრად მეტია ვიდრე მესიჯი. არის ის თუ როგორც ფუნქციონირებთ.
ფუნქციონირებთ ალბათ როგორც ბრენდიც, ასევე როგორც კომპანია, ასევე როგორც დამსაქმებელი და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც ვცდილობთ რომ ეგეთები ვიყოთ. ბრენდი აქეზებს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და შეუპოვრად თავისი მიზნისაკენ სწრაფვაში აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და არ ნებდებიან. და ამას თუ გაითვალისწინებ, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ეს ღირებულება კარგად წარმოვაჩინოთ და ადამიანები თუ იგრძნობენ, რომ ეს ღირებულება მათთვისაც არის რელევანტური და ამას იზიარებენ, მერე დგება ის ლოიალურობის რაღაცა ურთიერთობა, რომელ ურთიერთობაშიც სავარაუდოდ ყველა ბრენდს უნდა რომ იყოს თავის მომხმარებელთან. ჩვენ შემთხვევაში მერე ეს ძლიერდება იმ ლოიალურობის პროგრამით, რომელიც ავწერეთ პლუსის სახით და ეგეც ალბათ მაქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით იმ ღირებულებებში, რომელიც გვაქვს და ეს არის მომხმარებლის კმაყოფილება და მომხმარებლის კმაყოფილება მერე უკუგებას აძლევს იმ რაღაცა საბანკო პროდუქტების მოხმარებაში, რომელიც პრინციპში უბრალოდ ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. დავეთანხმები კოტეს პირველ რიგში. მგონია, რომ ჩვენი ბრენდი, როგორც გულშემატკივარი ბრენდი, ადამიანებს შესაძლებლობას უქმნის, რომ მოკლედ ის მიზნები, გეგმები, რაც აქვთ, სწორი გზით იარონ იმ შედეგებამდე და ჩვენი მხრიდან რაც რელევანტურია, ყველა რესურსი ქონდეთ მაგისთვის. და ლოიალურობის ნაწილშიც მოკლედ ის კომუნიკაცია, რაც ბრენდის კუთხით გადის, ძალიან დიდ როლს გვისრულებს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად ლოიალურები გავხადოთ ეს ადამიანები პროდუქტული ფიჩერების მიღმა. ანუ რაღაცნაირად ლავმარკად ჩამოყალიბდეთ და თქვათ არჩევანის დროს ის რაღაცა ბრენდის მიმართ სიმპათიები და საერთო ღირებულებები გაახსენდეთ, სანამ რაღაცა სხვა არჩევანს გააკეთებენ. მან მგონია, რომ პროდუქტული მარკეტინგი და ბრენდი ძალიან ერთხმად კი არა და ერთი მიზნისკენ მივდივართ და ერთი მეორეს ვეხმარებით რაღაცა მიზნების შესრულებაში, რაც გვაერთიანებს. და მე მგონი თან ბრენდის ხასიათიდან გამომდინარე და ალბათ ყველა ბრენდს თავის მხრივ რაღაცა ინეიბლერობის ფუნქცია აქვს თავის თავზე აღებული, მაგრამ ჩვენ თითქოს ამ პასუხისმგებლობას რაღაცა ერთით უფრო მაღალ საფეხურზე ვაყენებთ, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ იმას, რომ ვართ მთელი საქართველოს ბანკი. და ყველანაირ მომხმარებელს უნდა შევეცადოთ და შევუქმნათ ის შესაძლებლობები, რომელიც უჩვენოთ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, ალბათ მაგიტომაც არის, რომ ემოციურ ადამიანებზე დაფუძნებული ისტორიებს ყვებით, იმიტომ რომ ადამიანებმა თავის თავი დაინახონ იმ წარმატების ისტორიაში, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ და იგრძნონ ის მხარდაჭერა, რომ თუ რაღაცა სწორად მიუდგებიან საკითხს და სწორად მიდგომა ჩემთვის არის პირველ რიგში არ გაჩერება, ანუ სანამ არ გამოგივა, მანამდე გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია რომ გააკეთო. ჩვენ როგორც ინეიბლერი მათ გვერდში ვიდგებით ნებისმიერი ფორმით, რომელიც მათ რაღაც ფინანსურ ცხოვრებას შეიძლება ეხებოდეს და ხშირ შემთხვევაში იმის მიღმაც ბევრ რაღაცაში. ამ ფილოსოფიის გარშემო გაერთიანება მგონია, რომ ყველაზე ისეთი სწორი რაკურსია, რომლითაც შეიძლება ბრენდი უყურებდეს თავის არსებობას. ისე არ გაჩერდი ახსენე და მე ძალიან ხშირად შემხვედრია შემთხვევა, როდესაც ეს არის რაღაც ერთგვარ მაგალითად ხოლმე მოყვანილი რა, რომ აი მაგალითად რაღაც კონკრეტ რაღაც ვიღაც ბრენდს შეიძლება უნდა გააკეთოს რაღაცა კამპანია, დიდი იდეა მოიფიქროს ესე რომ ვთქვა და აი იცი რა გვინდა, აი ხან აი არ გაჩერდე როგორც არის რა, ანუ ეს არის როგორ რაღაცა ისე მაგალითს გაჩვენოს, რომ აი ეგეთი უნდა რომ გააკეთოს რა და ეგ ბევრი არ არის სხვათა შორის და ძალიან ცოტა შემთხვევა მახსენდება მე ესეთი ასე ვთქვათ მესიჯის big ideas რო ეძახიან, რომელიც ამდენი ხანია იშლება და უფრო მრავალფეროვნდება და თან იმასაც არ კარგავს რა. აი ხო არის ხანდახან რომ თითქოს ამოწურავს ხოლმე რაღაცა თავის თავს და გიწევს რომ მე შეცვალო და რაღაც, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს ალბათ თქვენი ასე ვთქვათ მათლიან მარკეტინგის დამსახურება, რომ ეს მესიჯი დღემდე ესეთი ძლიერი ის არის, რა ქვია, დრაივერი ესე რომ ვთქვათ.
ხო, ჩემთვის ძალიან საამაყო არის, რომ ერთის მხრივ ეხა შევეხეთ არ გაჩერდეს, რომელიც მართლაც რაღაც გრძელვადიანი სტრატეგიაა და სტრატეგიის გარდა არის რეალურად ის ღირებულება, რასაც ვატარებთ როგორც ადამიანების და როგორც ბრენდის და როგორც ორგანიზაცია, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამჯდარია სრულად ჩვენს კულტურაში. ამავდროულად ვსაუბრობთ პლუსების სისტემაზე, რომელიც აგრეთვე ძალიან დიდი ხანია უკვე მოქმედებს საკმაოდ წარმატებულად და ორივე ჩემი აზრით წარმატებულად მოქმედებს იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არის დაფუძნებული ადამიანების ქცევაზე და ადამიანის შეგრძნებაზე. ერთი არის ემოციური მხარე, მეორე არის პრაქტიკული მხარე და ამის გაერთიანებაში ბრენდი აძლიერებს მომხმარებელს და მერე მომხმარებელი ამას უბრუნებს ბრენდს აგრეთვე გაძლიერების სახით. თანაცხოვრება, რომელშიც პრინციპში შეგიძლია რომ თამამად გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. ოკეი. მე მაქვს ეგეთი კითხვა, რომელსაც სხვადასხვა ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს. ეს კითხვა მდგომარეობს ზოგადად კონკურენციაში რა. ეხლა თქვენ შეიძლება კი, ეხლა ყველამ ვიცით კონკურენტულ ნაწილში თუნდაც ამ ინდუსტრიაში რა ხდება და ვინ არის ვისი კონკურენტი, რომც არ დავასახელოთ ისე, მაგრამ მე უფრო ალბათ ჩავიდოდი პროდუქტის დონეზე ხარ, რადგან თქვენ უფრო ამ მიმართულებით ხარ. ანუ არსებობს რამე ეგეთი, რაც ამ ნაწილში თქვენთვის, როგორც არ ვიცი, გუნდისთვის შეიძლება კონკურენტული პროდუქტი არსებობდეს, რომელსაც არ ვიცი, უყურებთ, იმიტომ რომ ცალსახად და მე არც თვითონ კონკურენტ ბრენდებს გამოვრიცხავდი, სანამ პროდუქტებამდე ხო. ჩავიდოდით, იქმნება ბრენდები ჩვენ სფეროში, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვნახულობთ მათი მხრიდან, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ ეგ რომ ამ კონკურენციაში ჩვენ რაც გვიჭირავს და რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს არის რომ კონსისტენტურად ძალიან მეთოდურად მიუყვებით იმას რაც დიდი ხანია გადავწყვიტეთ რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის რაღაც ღირებულებები რაც შეგვიძლია რომ ამას ზემოდან დავაშენოთ. კონკურენცია კარგად ვითარდება, ძალიან მოგწონს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენც არ ვჩერდებით, როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, თამასას ერთით უფრო მაღლა ვწევთ ყოველი ჩვენი ქმედებისას და გვჯერა, რომ მხოლოდ ესე ყოველდღიური და გაუჩერებელი განვითარების პირობებში ცოცხალ კონკურენციაში შეგიძლია რომ იყო ლიდერი ბაზარზე. ხო, ნუ ერთ-ერთი ალბათ კონკურენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იყო წარმატებული და განვითარდე და სუტონუში იყო მოკლედ. კონკურენცია მართლა ძალიან დიდია და სულ პულსზე ხელი უნდა გეჭიროს, რომ ყოველთვის იმ პერიოდისთვის რელევანტური ღირებულება და შეთავაზება შექმნა მომხმარებლისთვის, რომ სადღაც რაღაც არ გამოგრჩეს ისეთი, რაც თქვათ შეიძლება სხვამ დაგასწროს, სხვამ უკეთესად შესთავაზოს, გააგებინოს და ასე შემდეგ. მაგ მხრივ, მოკლედ ბაზარზე არ არის ამჯერად მარტო ორი მოთამაშე, კიდე სხვა მონაწილეები შემოვიდნენ და კიდევ უფრო განსხვავებული ლოიალურობის სქემები და სისტემები შექმნეს და მოკლედ ჩვენც რაღაცნაირად ამ კონკურენციაში მართლა არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რომ კიდე სხვანაირად დავანახოთ ჩვენს მომხმარებლებს, რატო არის საქართველოში პირველი პლუს ის ლოიალურობის პროგრამა და რატომ უნდა აირჩიონ სწორედ ის. ანუ იმ მაგნაწილში პირიქით რაღაცა კიდევ უფრო დიდი мотиваცია გვჩნდება, რომ სხვანაირად პოზიციონირება ვცხადოთ, რაღაცა სხვა არხებით მივწვდეთ, მაქსიმალურად დავფაროთ ის შეხების წერტილები, რაც შეიძლება რომ გქონდეს და მოკლედ ყოველთვის რელევანტურები ვიყოთ და ყოველთვის იქ ვიყოთ, სადაც მომხმარებელს ჭირდება ჩვენი ლოიალურობის პროგრამით ყოფნა, ესე ვთქვათ. ძალიან მშვენიერი. პირველ რიგში, ანუ ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე საუბრისთვის, იმიტომ რომ დიდი ხანია მინდოდა მე ამ პროდუქტზე საუბარი და ძალიან საინტერესო кейსი არის და ჩემი აზრით, სწორედ აი ესეთი кейსებია მარკეტინგულად წარმატებული ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანუ როდესაც რაღაც კომუნიკაცია, რაღაც პროდუქტი ცვლის
ადამიანების ქცევას, ანუ აი ამაშია ეს ხიბლი, რითაც მოწამლულები ვართ ადამიანები, რომელიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, რომ ჩვენმა რაღაც კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა და რაღაც კონკრეტული ქმედებები ადამიანების სტილს ცვლის და ფაქტობრივად პლუსები არის ეგ ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ამ პოდკასტში ახალ-ახალი კამპანიებით და მოკლედ თქვენთვის ღიაა ეს პოდკასტი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კამპანიებით მობრძანდეთ ხოლმე. პირიქით, ძალიან დიდი დიდი მადლობა. მადლობა. დავამშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მეგობრებო დროებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს. დროებით. Echa.